თუ თქვენი კონკურენტი პირველ პოზიციაზეა, ხოლო თქვენ მესამე გვერდზე ხართ, დროა გავარკვიოთ, რას აკეთებენ ისინი სწორად და რას არ აკეთებთ თქვენ. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ კონკურენტების კვლევაზე. როგორ ჩავატაროთ კონკურენტების კვლევა, ასევე ვნახავთ პრაქტიკულ მაგალითებს და ზოგადად რა ინფორმაცია შეგვიძლია რომ მივიღოთ კონკურენტების კვლევით. ყველა ბიზნესისთვის ალბათ მნიშვნელოვანია მისი კონკურენტის შესახებ ინფორმაცია, რას აკეთებს მისი კონკურენტი, რას აკეთებს კარგად, რას აკეთებს ცუდად, რას არ აკეთებს საერთოდ საბედნიეროდ SEO-ს ხელსაწყოებით ამის გაგება და ამის დათრეკვა შესაძლებელია. თუ სწორად გაანალიზებთ ინფორმაციას, რომელიც შეგიძლიათ რომ ნახოთ, შეგიძლიათ დეტალურად გაიგოთ, რას აკეთებენ თქვენი კონკურენტები SEO-სთვის, რამდენი ტრაფიკი ყავთ, რა კიურდებზე პოზიციონირებენ, რა ტიპის ბექლინკები აქვთ, როდის დაიწყეს SEO-ზე მუშაობა, მათმა ტრაფიკმა როდის დაიწყო ზრდა და რა ცვლილებები შეაქვთ ვებსაიტზე და ასე შემდეგ. ანუ აბსოლუტურად ყველაფრის გაგება შეგიძლიათ თქვენი კონკურენტების შესახებ, თუ გააკეთებთ სწორ SEO აუდიტს. და რა შეგვჭირდება ახლა ეს კონკურენტების აუდიტი? პირველ რიგში Google-ში პირველ პოზიციაზე მყოფი ვებსაიტი იღებს ტრაფიკის დაახლოებით 27%-ს, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფი ვებსაიტი იღებს ტრაფიკის 10%-ს. ანუ სამმაგი სხვაობაა პირველსა და მესამე პოზიციას შორის მიღებულ ტრაფიკში და ბუნებრივია კონვერტაციებშიც და აბსოლუტურად ყველაფერში. ანუ პირველ პოზიციაზე მყოფი ვებსაიტები აკეთებენ რაღაცას ისე, კარგად, რასაც არ აკეთებთ თქვენ, ან არ აკეთებენ მათი კონკურენტები და აქედან გამომდინარე აქვთ მნიშვნელოვნად დიდი შედეგები. იმისათვის, რათა გადავუსწროთ ჩვენს კონკურენტს, აუცილებელია გავიგოთ, რას აკეთებს ისეც, რასაც არ ვაკეთებთ ჩვენ. ან გარდა ამისა, ყველა ინდუსტრია არის სპეციფიური და Google-ს სხვადასხვა ინდუსტრიებში აქვს სხვადასხვანაირი განახლებები და რაღაც კონკრეტულ ინდუსტრიებში SEO-s კუთხით რაღაც მუშაობს, ხოლო რაღაც არ მუშაობს. იმისათვის, რომ კარგად გავაკეთოთ SEO კონკრეტულ თემატიკაში, უმჯობესია ვიცნობდეთ კონკურენტებს, ვიცოდეთ მათი SEO სტრატეგია, ასევე ისტორიული დეიტაც მივიღოთ მათი ტრაფიკის შესახებ, ვიცოდეთ რა ტიპის ბექლინკები აქვთ და რა ტიპის კონტენტი აქვთ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩვენვე დაგვეხმარება, რომ მათ გადავუსწროთ და უფრო მეტი ტრაფიკი მივიღოთ. პირველ რიგში, როგორ მოვახდინოთ კონკურენტის იდენტიფიკაცია? იმიტომ რომ ძირითადად შესაძლოა რომ ბიზნესში თქვენი კონკურენტები სხვები იყვნენ, ხოლო Google-ში სხვები, იმიტომ რომ SEO-ს ვინც აკეთებს უკეთესად, ის არის Google-ში თქვენი კონკურენტი. ან შეიძლება თქვენ საერთოდ არ აკეთებთ SEO-ს და გაინტერესებთ ვინ არიან თქვენი კონკურენტები. ეს საკმაოდ მარტივია. ის მთავარი სიტყვა უნდა დაგუგლოთ, რასაც მიიჩნევთ, რომ თქვენი ბიზნესთვის ყველაზე რელევანტურია. მაგალითად, დღეს შეგვიძლია გავაკეთოთ ანალიზი SEO agency-ზე UK-ში და შემდეგ შევისწავლოთ, რას აკეთებენ კონკურენტები SEO-სთვის. Top 10-ში მყოფი შედეგები იქნებიან თქვენი კონკურენტები და შეგიძლიათ ნებისმიერი მათგანი შეისწავლოთ, რა თქმა უნდა, რაც უფრო ზემოთ მყოფ კონკურენტებს შეისწავლით, მით უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ მათი სტრატეგიების შესახებ. კარგი, თქვათ გავიგეთ კონკურენტები. რა გვაინტერესებს კონკურენტების შესახებ? გარდა იმისა, რომ ზოგადი ანალიზი უნდა გავაკეთოთ მათი SEO სტრატეგიის, კონკურენტების შესახებ გვაინტერესებს მათი კივრდები, ანუ რა კივრდებზე პოზიციონირებენ ისინი, გვაინტერესებს იმიტომ რომ მათი კივრდების გაანალიზებით შეგვიძლია რომ საკმაოდ კარგი კივრდები ვიპოვოთ ჩვენვე, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, როდესაც აანალიზებთ პირველ პოზიციაზე მყოფ ვებსაიტს, ესე იგი ამ ვებსაიტზე ვიღაც ძალიან დიდი ხანი ან ცოტა ხანი, მაგრამ ვიღაც ამაზე მუშაობს გარკვეული პერიოდი და თქვენ შეგიძლიათ რომ პირდაპირ ნახოთ რაზე მუშაობენ, რაზე აკეთებენ აქცენტს, რაზე აქვთ ბექლინკები, რა აქვთ გამოყენებული კონტენტი და ყველაფერი. მოკლედ, პირველ რიგში ვაკეთებთ კივრდების ანალიზს, ვნახულობთ რა კივრდებზე პოზიციონირებენ, ვნახულობთ რა არის მათთვის ყველაზე მაღალძებნიანი კივრდები, ვნახულობთ ასევე long tail კივრდებს, ანუ იმ კივრდებს, რომლებიც ყველაზე მეტ სიტყვა შეიცავს და აქედან გამომდინარე შეგვიძლია Ahrefs-ზე ვნახოთ რა ორგანულ ტრაფიკს იღებენ ისინი ყოველთვიურად Google-დან.
ეს ნაწილი მოგცემს დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იმის შესახებ, თუ რა ტრაფიკი შეგვიძლია რომ მივიღოთ ჩვენს. და ზოგადად რა მოთხოვნა ბაზარზე, რა მოცულობის ბაზარია და ასე შემდეგ. ნუ keyword-ების კვლევის შემდეგ შეგიძლიათ რომ კონკურენტების keyword-ების ნახვის შემდეგ შეგიძლიათ რომ ეს keyword-ები ინდივიდუალურადაც გააზიაროთ, ინდივიდუალურადაც გამოიკულიოთ, ნახოთ მათი ძებნის ტრენდი, იზრდება, მცირდება, სეზონური, არასეზონური და ასე შემდეგ. თუმცა ძირითადად keyword research-ის პროექტზე მუშაობისას და keyword research-ის ჩატარებისას კონკურენტების კვლევა, კონკურენტების კვლევისგან მიღებული იდეები ძირითადად ყოველთვის საკმაოდ ფასეულ ინფორმაციას იძლევა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ამ კონკრეტულმა პროექტებმა წლების განმავლობაში იმუშავეს SEO-ზე და საბოლოო ჯამში რაღაც იმ შედეგებამდე მივიდნენ, რომლებიც მათთვის ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტურია და თქვენ შეგიძლიათ ეს პირდაპირ ნახოთ და გადმოაკოპიროთ. თუ მაგალითად თქვენს კონკურენტს თქვენზე უბრალოდ სამჯერ მეტი ტრაფიკი ყავს და თქვენს კარგი პოზიციები გაქვთ და ზოგიერთ keyword-ზე პირველი ხართ და ზოგიერთ keyword-ზე ის არის პირველი, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ შეისწავლოთ keyword-ების gap-ი. ანუ რა keyword-ებზე პოზიციონირებს ის და რა keyword-ებზე არ პოზიციონირებთ თქვენ. ესეც საკმაოდ კარგი ინფორმაციას მოგცემთ იმის შესახებ თუ რა ნაწილი დაგჭათ ასათვისებელი. მეორე ნაწილი, რაც უნდა შეისწავლოთ თქვენი კონკურენტების შესახებ, ეს არის მათი კონტენტის სტრატეგიის ანალიზი. ნუ გარდა იმისა, რომ უნდა შეამოწმოთ როგორ აქვთ გაკეთებული homepage SEO, რა მოცულობის კონტენტი აქვთ ვებსაიტზე, როგორ აქვთ გამოყენებული keyword-ები, ზედმეტად აქტიურად ხომ არ იყენებენ, ან პირიქით ნაკლებად. ამის გარდა შეგიძლიათ უბრალოდ მარტივად ხელით შეამოწმოთ ყოველთვიურად რამდენ ბლოგს დებენ, რა თემატიკებზე დებენ, პოზიციონირებს თუ არა მათი ახალი კონტენტი, არსებულ კონტენტში რა არის მათი ტოპ გვერდები, ანუ მათ ტოპ გვერდებს რა ორგანული ტრაფიკი ყავს და ასე შემდეგ. ეს მათი კონტენტის შესწავლა დაგეხმარებათ უკეთესად დაგეგმოთ თქვენი კონტენტი. ასევე კონტენტის ანალიზისას უმჯობესია შეისწავლოთ მათი ვებსაიტზე არსებული კონტენტი მთლიანად, რა მოცულობის კონტენტი უდევთ, რო გქონდეთ წარმოდგენა, რასთან გაქვთ შეხება, რა რაოდენობის კონტენტი გჭირდებათ თქვენ პოტენციურად, რომ მოახდინოთ იგივე რაოდენობის keyword-ების ათვისება და იგივე ან უფრო მეტი ტრაფიკის მიღება. მათი კონტენტის ანალიზიდან გამომდინარე ასევე შეგიძლიათ დაასკვნათ რა ტიპის კონტენტს წერენ, მაგალითად არის how to სტილის ბლოგები, რა კითხვებს პასუხობენ ამ კონტენტში, რა სექციებს იყენებენ კონტენტში, რა ზომის კონტენტს წერენ, რამდენ სიტყვიანია და ასე შემდეგ. ეს ყველა ფაქტორი უშუალოდ თქვენი SEO სტრატეგიის გამოყენებისას, თქვენი SEO სტრატეგიის შედგენისას საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენთან Tenix SEO-ში ყოველთვიურად ვახდენთ კონკურენტების ტრეკინგს, გარდა იმისა, რომ ვსწავლობთ კონკურენტებს ისინი რას აკეთებენ, რა აქვთ გაკეთებული ამ ეტაპზე, ამ პოზიციებისთვის და ამ ტრაფიკისთვის, ასევე ყოველთვიურად ვტრეკავთ მათ, ანუ ვსწავლობთ რამდენი ახალი ბექლინკი დადეს, რამდენი ახალი ბლოგი განათავსეს, რა keyword-ებზე პოზიციონირებას ცდილობენ და ასე შემდეგ. დეტალურად ვტრეკავთ მათ ყველა ნაბიჯს, რათა ჩვენი კლიენტები ჩვენს კლიენტებს უფრო კარგი შედეგი ჰქონდეთ, ვიდრე მათ აქვთ. ასე რომ თუ გინდათ თქვენს პროექტზე მიიღოთ უმაღლეს დონის სერვისი საქართველოში და არა მარტო საქართველოში, შეგიძლიათ რომ მოგწეროთ და გამოგგზავნით ჩვენ შემოთავაზებას. ოკეი, ესე იგი, keyword-ები, კონტენტი და შემდეგი კიდე რაც შეგვიძლია კონკურენტებისგან ვისწავლოთ არის ბექლინკები. ძირითად ძალას იდეაში გარკვეული დროის შემდეგ პროექტს აძლევს ბექლინკები. კონკურენტების ანალიზის შედეგად თქვენ შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ რამდენი ბექლინკი აქვთ პირველ რიგში, როგორ აქვთ გამოყენებული ეს ბექლინკები, ანუ რა ტიპის ბექლინკები ეს არის უბრალოდ სტატიები, სადმე უზით ლინკები სურათების სახით, აქვთ უხარისხო სპამ ბექლინკები, რაღაც ბლოგ კომენტარები და მსგავსი ტიპის ბექლინკები თუ სხვა. და ასევე რა სიხშირის ბექლინკებს, რა სიხშირით აკეთებენ ბექლინკებს, ანუ თუ
ну ეს ძირითადად აუცილებელია რომ იცოდეთ კონკურენტის შემთხვევაში რადგან თუ პირველ პოზიციაზე მყოფი კონკურენტი აკეთებს თქვენზე 5-ჯერ მეტ ბექლინგს ყოველთვიურად ძალიან გაგიჭირდებათ რომ მას გადაუსწროთ ასევე ძირითადად პროექტებზე მუშაობისას ყველაზე კარგი ბექლინგების წყაროები შეგვიძლია რომ გავიგოთ ჩვენი კონკურენტებისგან და არა მარტო ყველაზე კარგი ბექლინგების წყაროები ძირითადად როდესაც პროექტზე ვიწყებთ მუშაობას კონკურენტების ყველა ბექლინგს ვამოწმებთ შემდეგ ვნახულობთ რა იყო მათთვის შედეგიანი რომელ ბექლინგს აქვს მაგალითად ტრაფიკი რა ენქორები აქვთ გამოყენებული ამ ბექლინგებისთვის და ჩვენ ვცდილობთ რომ მათი მთლიანი ბექლინგ პროფილიდან შევარჩიოთ მხოლოდ საუკეთესო ბექლინგები და იქ განვათავსოთ ჩვენი სტატიები ბექლინგების ან მათი ბექლინგების ანალიზი ერთის მხრივ გაძლევთ სურათს თუ რა რაოდენობის რესურსი გჭირდებათ მათი აუთრანკისთვის და მეორეს მხრივ მათი ყოველთვიური ტრეკინგი გაძლევთ წარმოდგენას იმის შესახებ თუ რა რესურს ხარჯავენ ყოველთვიურად ასევე რა გვერდების პოზიციონირებას ცდილობენ და რა უნდა გააკეთოთ თქვენ იმისათვის რომ მათ აჯობოთ კონკურენტების კვლევა SEO-ში აუცილებელი ფაქტორია და გარდა იმ რადგან SEO არის ვებსაიტებს შორის შეჯიბრი ვინ მოხვდება პირველ პოზიციაზე დაახლოებით ეგრეთ შეგვიძლია რომ წარმოვიდგინოთ და თუ არ იცნობთ თქვენს კონკურენტს თუ და მის პროექტზე კარგი SEO სპეციალისტი მუშაობს მას აუცილებლად ეცოდინება თქვენი პროექტი და გაგიჭირდებათ მისი გადასწრება მაგრამ გარდა ამისა თვითონ კონკურენტების კვლევის შედეგად საკმაოდ დიდი პრაქტიკული ინფორმაცია შეგიძლიათ რომ მიიღოთ და შემდეგ გამოიყენოთ თქვენივე პროექტზე. და შეიძლება კონკურენტების კვლევის შედეგად რა დასკვნა შეგვიძლია რომ გამოვიტანოთ და რა შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ჩვენს პროექტზე. პირველ რიგში იგივე თემატიკებზე შეგიძლიათ რომ დაწეროთ უკეთესი კონტენტი და მეორე რიგში შეგიძლიათ რომ გააკეთოთ უფრო ხარისხიანი ბექლინგები იმავე და უკეთეს წყაროებზე. თუ იდეაში საბოლოო ჯამში კონკურენტების კვლევას მიიყვანთ ამ ორ პრაქტიკულ ქმედებამდე, პოზიციონირება თქვენთვის იქნება ბევრად უფრო მარტივი. ახლა კი შეგვიძლია განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი, ზოგადად Canva-მ რა გააკეთა იმისათვის, რომ მიიღო ძალიან დიდი რაოდენობით ტრაფიკი Google-დან. და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიღებული ტრაფიკით მათი კომპანიის და გაყიდვების და ყველაფრის ღირებულება გაიზარდა ძალიან ბევრჯერ. ამჟამად Canva-ს ორგანული ტრაფიკი არის დაახლოებით 330 მილიონი, შესაძლოა უფრო მეტიც იყოს და მათ SEO-ს კეთება დაიწყეს დაახლოებით 10 წლის წინ. 2016 წელს მათი ორგანული ტრაფიკი იყო 1.5 მილიონი. ანუ 1.5 მილიონი ორგანული ვიზიტორიდან მივიდნენ 300 მილიონ ორგანულ ვიზიტორამდე. რა შეგვიძლია რომ ვისწავლოთ Canva-ს მაგალითზე, ან როგორ შეგვიძლია რომ გავაანალიზოთ Canva-ს кейსი. შემდეგ ამ кейსიდან გამომდინარე შეგვიძლია რომ სხვა კონკურენტებიც გავაანალიზოთ. და რა გააკეთა Canva მოკლედ იმისათვის რომ მიიღო Google-დან ყოველთვიურად დაახლოებით 300 მილიონზე მეტი ორგანული ტრაფიკი. პირველ რიგში თუ დეტალურად შევამოწმებთ მათ კონტენტ სტრატეგიას და მათ გვერდებს, რომლებიც პოზიციონირებენ, მათ შექმნეს შაბლონებზე დაფუძნებული გვერდები მასობრივად. აი მაგალითად თუ დაგუგლავთ Instagram story templates, ნახავთ Canva-ს, Facebook story templates, ნახავთ Canva-ს და ბევრ სხვა keyword-ზე შეგხვდებათ Canva. ანუ მათ შეისწავლეს კარგად რას ეძებდნენ მომხმარებლები, ანუ keyword research ჩაატარეს და აქედან გამომდინარე ამ შაბლონებზე დაფუძნებული შექმნეს ათასობით გვერდი. ოღონდ Canva შემთხვევაში მათ ამ ათასობით გვერდზე ოპტიმიზაცია მოახდინეს ხელით. ანუ მეტასათაურები, მეტააღწერები, თვითონ კონტენტიც აბსოლუტურად ყველაფერი ხელით გაუწერეს. ეს არ გაკეთებულა პროგრამატიკ SEO-თი, ანუ ავტომატურად არ დაუგენერირებიათ ეს ძალიან ბევრი გვერდი. დეტალურად შეისწავლეს და შემდეგ ხელით გაუკეთეს ოპტიმიზაცია ყველა პატარა keywords. ეს იყო პირველი ფაქტორი, რამაც იმ ბევრი ფაქტორიდან პირველი ფაქტორი მოკლედ ეს არის რამაც გამოიწვია Canva-ს წარმატება. მეორე ფაქტორი არის long tail keyword-ების ადაპტაცია. Canva-ს შემთხვევაში ბევრი ადამიანი ეძებს მათ მსგავს პროდუქციას long tail keyword-ებით. აი მაგალითად შესაძლოა ვინმე ეძებდეს უფასო
ქორწილის მოსაწვევის დიზაინს. long tail keyword-ია, 3 სიტყვაზე მეტია. კიდევ ბევრი მსგავსი keyword-ი იქნება, რომელიც არის 5 სიტყვაზე მეტი, 10 სიტყვაზე მეტი და ასე შემდეგ. კანვას შემთხვევაში მათ მოახდინეს ოპტიმიზაცია long tail keyword-ებზე. ანუ აითვისეს ძალიან ბევრი long tail keyword-ი, ასევე უნიკალური გვერდებით, რომელიც სავარაუდოდ ხელით გააკეთეს. მესამე ფაქტორი, რამაც კანვას ორგანული ტრაფიკის ზრდა გამოიწვია, ეს არის user generated content. ანუ კანვაზე მომხმარებლებს შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის დიზაინი შექმნან, განათავსონ და ეს დიზაინი, რა თქმა უნდა, შემდეგ იწყებს პოზიციონირებას Google-ში. რაც შეეხება მეოთხე ფაქტორს, რამაც გამოიწვია კანვას ტრაფიკის ამხელა ზრდა, არის მრავალენოვანი სტრატეგია. ანუ ნაცვლად იმისა, რომ ისინი მხოლოდ ინგლისურად აკეთებდნენ SEO-ს აკეთებენ 100-ზე მეტ სხვადასხვა ენაზე. თუ მათ აქვთ მაგალითად უფასო ქორწილის მოსაწვევის დიზაინი ინგლისურად, იგივე თემატიკის გვერდი აქვთ ესპანურად, ფრანგულად, იტალიურად და ძალიან ბევრ 100-ზე მეტ ენაზე. ანუ იმიტომ რომ რა თქმა უნდა იმ ენებზეც გარკვეული რაოდენობის მომხმარებლები ეძებენ ამ კონკრეტულ პროდუქციას. ხოლო მეხუთე ფაქტორი არის ჩემი აზრით შიდა ლინკების გენიალური გადაანაწილება. შიდა ლინკების, ანუ internal linking-ის სტრატეგიით აბსოლუტურად ყველა გვერდი დაკავშირებულია ერთმანეთთან და ეს გვერდები ერთმანეთს აძლიერებენ და უზიარებენ ავტორიტეტს. ეს ძალიან მოკლედ თუ შევისწავლით მათ კონტენტის სტრატეგიას, თუ შევისწავლით ამ დასკვნების გამოტანა შეგვიძლია, თუ ნახავთ მათ ორგანულ keyword-ებს, თუ შევისწავლით მათ კონტენტ სტრატეგიას, უშუალოდ ბექლინკების სტრატეგიის ნაწილზე არ ვისაუბრებ, რადგან ბევრად უფრო ვრცელი თემა, თუმცა on-page SEO-s კუთხით მათი წარმატების ძირითადი ფაქტორები, ჩემი აზრით ეს იყო, რაზეც წეღან ვისაუბრა. იგივე პრინციპით შეგიძლიათ, რომ გაანალიზოთ თქვენი ტოპ კონკურენტები და გამომდინარე მათი keyword-ებიდან, კონტენტიდან, ბექლინკებიდან, გამომდინარე ყველაფრიდან დაადგინოთ რა მიმუშავა მათ შემთხვევაში და რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ თქვენც და გააკეთოთ უკეთესად. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, ასევე 10x SEO-ში გვაქვს უფასო SEO აუდიტი. შეგიძლიათ რომ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა და 10 წუთიანი ვიდეოს ფორმით გავაანალიზებთ თქვენი ვებსაიტის არსებულ მდგომარეობას და რამოდენიმე სიტყვით თქვენს კონკურენტებს და მათ SEO სტრატეგიებსაც შევეხებით.